როგორც წესი, მხოლოდ დამპყრობს აქვს განვითარებული ადამიანის უფლებების დაცვა საკუთარ ქვეყანაში. და მხოლოდ იმიტომ, რომ სხვაგან დაარღვიოს ის. ახლა რომ ხელახლა აღმოაჩინონ ამერიკა, ხო ვერ მეტყვით, რამდენად ღრმად გააცნობენ ადამიანთა უფლებების დეკლარაციას ინდიელებს. დემოკრატია, როგორაც მას წარმოგვიდგენდნენ, თუ არსებობდა როდისმე, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ნამდვილად აღარ არსებობს. ჩვენს არ გვინახავს. 90-იან წლებში რუსეთსა და მის შემოგარენში ახალი მებატონი შემოვიდა დემოკრატიის, სიკეთისა და სამართლიანობის სახელით. რაც იმას ნიშნავს, რომ აქ ვერც ერთი მათგანი ვერ დამკვიდრდება. ეს მათი სვლა, კატის შემპარავი ნაბიჯით და თუ საჭიროა ვეფხვის ბრტყვინითა და ბრჭყალით. მათი დემოკრატია ჩვეულებრივი დამპყრობია. პასუხსაც ვერ მოსთხოვ. ის ჩვეულებრივი მხეცია, რომელსაც თავისი სიმართლე აქვს, მას შია. სად არის ტყუილი დემოკრატიის ცნების დამკვიდრებისას? ხალხის მმართველობაში, რომელიც თავად იმართება განსაზღვრული ფასეულობებით. მთავარი ფასეულობანია, რაც ფუძემდება სინამდვილეში სულ ერთი არჩევნების საშუალებით, ოღონდ რომელსაც აუცილებლად დაერქმევა ხალხის ერის დემოსის არჩევანი. რა იდეოლოგიური სიმაღლეებიდანაც გველაპარაკებიან, დაუშვებელია, მაგრამ მაშინაც კი თუ დავუშვებთ, რომ ბოროტების იმპერიასთან გადამწყვეტი შერკინების გამო დასავლეთი იძულებული გახდა გაეწირა გამსახურდიას დემოკრატიული ერის მიერ არჩეული ხელისუფლება. დაუშვებელია, მაგრამ მაშინაც კი თუ დაუშვებთ, რომ სახელმწიფოს რომელიმე ცალკეული პოლიტიკური მიზანი რაღაცა დროით უფრო მეტია, ვიდრე ის ფასეულობანი, რომელზეც ეს სახელმწიფო დგას, დემოკრატიული დანაკარგის საზღაურად, 10,000-ობით ადამიანისა და პრეზიდენტის სიცოცხლის სამაგიეროდ, ჩაკლული რწმენის ფასად, ქართველი ერის წინაშე ჩადენილი დანაშაულის სანაცვლოდ ბოლოს და ბოლოს. სულ ცოტა მათ ხელი უნდა შეეწყოთ კანონიერი ხელისუფლების აღდგენისთვის და გვერდში დადგმოდნენ მას ელცინის რუსეთის ბანკროტობის შემდეგ. ეს იქნებოდა ერთადერთი სწორი საქციელი ყველა მხარეს თავის გასკდომამდე მკვირალა დემოკრატიული ფასეულობებიდან გამომდინარე. თანაც იმ პირობით, რომ ქართულ სახელმწიფოს არ შეეზღუდებოდა პოლიტიკურ თანამდგომთა თუ იდეოლოგიურ მემართულებათა არჩევის თავისუფლება. მაგრამ მათ ამგვარი ამბების არა თუ არა გაეგებათ რა, სიცილით იხოცებიან. თავის გამო ამდენი თავის ტკივილი, როდესაც ძალიან ადვილად შეგვიძლია საქართველოში შეუშვათ ახლა უკვე ჩვენს მიერ კარგად გაწვრთნილი სპეცრაზმი ნაციონალური ნიღბები. დემოკრატიული მოძრაობაში მთავარია დემოკრატიული ფასეულობები და არა მისი დამკვიდრების ხერხი. როგორც კაპიტალისტურ სამყაროში პირველი მილიონი და არა მისი მოპოვების გზა. ამიტომ მას სჭირდებათ ახალგაზრდა ცხენები, მხედართათვის და მოხლმაგარი სახელდრებით ტვირთთა საზიდად. ვინც უნდა იფიქროს და იაზროვნოს, გზა მისცეს და მართოს უხუცესთ საქართველოსა და კავკასიის წესისამებრ. აშორებენ საზოგადოებრივ ასპარეზს, რადგან ჩვენი ასაკი ხსოვნა და წარსული ერთნაირად საშიშია მათი მარად მწვანე მომავლისათვის. ხელისუფლებები, რადგანაც არა ქართულია, მიუხედავად იმისა, რომ მათ ქართველები ირჩევენ. როგორც წესი, კითხვის დასმას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა საკითხის გარკვევისას. რა გაკეთდა ამა თუ იმ დემოკრატიული ხელისუფლების დროს კარგი და რა ცუდი კი არა. არამედ რა იყო მეტად საზიანო ჩვენი ქვეყნისთვის და რა ნაკლებად. და რითი შეიძლება რომ ისარგებლოს მომავალში ქართულმა სახელმწიფომ და რა დაიკარგა დროებით ამ დასამუდამოდ. არჩევნებისთვის დამახასიათებელი არა მარტო ტყუილი სიყალბე, არამედ იძულებაც. ამ არჩეველს სხვა გზა არ აქვს და ირჩევს. ამის მაგალითია 2012 წელი, ასევე 2013, როდესაც პრეზიდენტი აიგიდეს უხერხულ ტვირთად. რათა უმადურნი არ გამოჩენილიყვნენ მშველელის თვალში და არ დაბრუნებულიყო ერთხელ უკვე უარყოფილი. სხვა გზა არ არის, არ ჩანს ყოველ შემთხვევაში, უნდა ირჩიო ის, ვინც არ გინდა. დემოკრატია არის უმცირესობის ბატონობა უმრავლესობაზე, არჩევნებში უმრავლესი ხმის მოპოვების შედეგად. სახალხო მმართველობა, ესე იგი დემოკრატია, არის იქ, სადაც ხალხი მართავს და სად მართავს ხალხი. უпроსურად სად არ მართავს ფული და ვის ხელშია სამართავის საშუალება ხალხის. დემოკრატია არის იქ, სადაც კაპიტალიზმია, მაგრამ განაშესაძლებელია დემოსი მართავდეს იქ, სადაც ბატონი კაპიტალია. ჩვენს დემოკრატიულ დროში რა ღირს კითხვა აღარ არსებობს. რამდენს გადაიხდი, ეს კითხვა ამხოლოდ.
თუ ფასდამიდებდა ვერ გადავიხდი, ან გადაყრი, ან სინდესზე ხელს აიღებ და დამიკლებ. თუ გადავიხდი, მომიმატებ და ამიკლებ. ეს არის ვაჭრობა და ბაზრობა. საუკუნის დასაწყისშივე, რამე რომ არ შეგშლოდა, კაპიტალისტურმა დემოკრატიამ პოლიტეკონომიის ფრედ საყურადღებო გაკვეთილი ჩაგვიტარა. რუსეთის მიმართ დაწესებულმა 2014 წლის სანქციებმა, ასევე ნავთზე ფასის არნახულად დაგდებამ, გასული საუკუნის 80-იან წლებში საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ გახორციელებული სანავთობო ომისა და 2008 წლის კრიზისის დროს ამერიკის მთავრობის მიერ წასაქცევად გამზადებული კერძო მეგაბანკებისთვის ხელისუფლის ნაცვლად კაპიტალიზმის კანონის საწინააღმდეგოდ მაშველი ორკულის გადაგდების შემდეგ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არ არის თავისუფალი ეკონომიკური ბაზარი, არის პოლიტიკური ბაზარი, რომ საერთოდ ყველაფერი შავი ბაზარია და ვისაც საშუალება აქვს როგორც უნდა ისე იქცევა. კუდრინი რუსეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრია. ეკონომიკაში სახელმწიფო რაც შეიძლება ნაკლები უნდა იყოს, როგორც სააკაშვილის დროის ლოზუნგი. ეს მაშინ, როდესაც ქვეყანა კაპიტალისტების ხელშია და სახელმწიფოს ისინი მართავენ, არა ხალხი. როდესაც ხალხის მმართველობაზე ელაპარაკი და ერი განაგებს თავის ქვეყანას, სახელმწიფო ყველგან უნდა იყოს მეტი. ფული, რომელიც ყოფილი საბჭოთა კავშირის მილიარდელებში ტრიალებს, აქედან გატანილი ტრილიონების პროცენტებია გამდიდრებულ გამტანთა ბანკებში დავანდებული. ფული, რომელიც გარედან შემოდის, ასევე ნაწილია აქედან გაზიდული სიმდიდრისა. ჩვენ არავინ არაფერს არ გვაძლევს თავისას. ან რატომ უნდა მოგცენ, როდესაც ძალოთ ჩვენივე მონაგარით, ჩვენივე შექმნილით, ჩვენივე ნიჭით, ჩვენივე ხილით გაგვათხრევინონ ძმათა სასაფლაო. ჩვენ ვერ ჩავდებთ საქმეში მეკობრეობით ნაშრომ ფულს, იმიტომ რომ ის არ გვაქვს. მათ შორის და კარგად დააბანდეს, ბერძნებმა იშრომეს, მაგრამ ალაფის ბევრი აიღეს. ამასთან ერთად ჩვენი საწმისივით ალბათ სხვებსაც მოჰპარეს ძვირფასი განცი. რომა გაძარცვა, კართაგენმა წაგლიჩა, ანგლოსაქსებმა ხვეთეს, ფრანგებმა დაისაკუთრეს, ესპანეთმა და პორტუგალიამ აგროვეს, ნორვეგიელებმა, შვედებმა, დანიელებმა, ჰოლანდიელებმა ინავარდეს ოკეანეებსა და კონტინენტებზე. რა შრომის კულტურაზე ლაპარაკი. რა თქმა უნდა, ნაძარცვს გზის მიცემა უნდოდა და მისცეს, არ გადაყარეს, არ გაფლანგეს. ქართველმა შეიძლება ეს გაითვალისწინოს, რადგან მას ფლანგვა ეხერხება, მაგრამ რომელ ქართველზე ვლაპარაკობთ? მე-19 საუკუნემდე ფლანგელ ქართველებს ჩვენ არ ვიცნობთ. მერკიდევის ბანკი შემოვიდა რუსეთის იმპერიაში, ახლა რომ მთელ მსოფლიოს აქცევს. თანაც ქართულ სავუწვალე ევროპელივით ფულის შოვნაზე და არ ვიცით, როგორ მოიქცეოდა ისიც, რომ სისხლის ფასად საკუთარი კოლონიებით გამდიდრებულიყო. დასავლეთი ჩვენ სამაგალითოდ ვერ გამოგვადგება. უკვე ვნახეთ, როგორ შემოვიდა თავისი შრომის კულტურით საქართველოში იგი. აქედან შრომის, ნაშრომისა და მშრომლის უხვად გამტანი და გამყვანი. გინდათ მათსავი ცხოვრება. იყავით დამპყრობელი. ემანსიპაცია კაცით დაავადებულ ქალთა ამბოხია, რომელიც გამოიწვია ევროპის დაპყრობითმა პოლიტიკამ. განსაკუთრებით ამერიკის კონტინენტის ათვისებამ, რამაც შექმნა არნახული ასპარეზი მრავალფეროვანი საქმიანობისთვის და მოითხოვა დამოუკიდებელ ქალთა დამხმარე ლაშქარი. და ასევე კაცსა და ქალს შორის განსაზღვრული უფლება მოვალეობების მოქადაგი ქრისტიანობის დამარცხებამ და მის თავისუფალი მეკობრეობის იდეოლოგიის სამსახურში ჩაყენებამ. ქალთა განთავისუფლების იდეა კვალში მიჰყვა ზღვაში მორტყმული ციხესიმაგრიდან გამოსულ და კონტინენტებს შორის მიმომცურავ ელისაბედ პირველის ჯვარაფრიან მისიონერ მოიერი შექმნებს და ათეული მილიონობით სხვაგვარად მრწმენთა დაგორებული თავების ფასად ჩანერგილი ჰუმანიზმის მთავარ მცნებას. ყველა ფერისთვის თეთრი ბატონისა და ქალბატონის თანასწორად მორჩილების ვალდებულებას დაემყნო. სხვათათვის შეთავაზებული ემანსიპაცია უშუალოდ დროში აღმოჩენილ ხალხს მიმართავს თავისი ბიზნესის განსახორციელებლად. იმისთვის, რომ გაემართლებინათ ამ ქვეყნიური სამართლობა და უბედურება, სიკვდილი, ყოველგვარი უმსგავსობა, სუფთა და მშრალად გამოეყვანათ ღმერთი ამ ორ მტრიალიდან, მოიგონეს ეშმაკი და გველის სახით მიუშვეს ქალთან, აცნუნებინეს კაცი და დააგარგვინეს სამოთხე. ადამიანს მზრუნვალი ღმერთიცა და ადამიანის როგორც ღვთის საყვარელი ქმნილების თუ დედამიწაზე ღვთის ხატის მეტოქე და მტერი ეშმაკიც ორივე ბიზნეს განსახორციელებლად იყენებს ევას არასრულფასოვან არსებას სრულფასოვან საშუალებად. პირველი როგორც ადამიანის სევდისა და მოწყენილების განმაქარებელ საყვარელ სათამაშოს,
მეორე როგორც ადამიანის საცდონებელ სათქულარს. ისინი ვერ პოულობენ სხვაგვარ ხერხს ადამიანზე ზემოქმედებისთვის და თავიანთ უეჭულ შუამავლად უხმობენ ევას. მიუხედავად ქალის მიმართ ასეთი სასტიკი უსამართლო და დამამცირებელი დამოკიდებულებისა ბიბლიელთა მხრიდან, მაინც იქნა აღნიშნული ზოგადად არსებობასთან მიმართებაში ადამიანური მოვლენის შედარებით ძლიერი და სუსტი მხარეები, კაცისა და ქალის სახით. დედაკაცთა ბუნების იწროობა, რაც გამოიხადება მის ბუნებრივ შეზღუდვებში, თუნდაც შულოსნობის საზღვრულობა, ან და სიცოცხლის წინაშე მარტოდგომის შიში და სხვა, არის არა ნაკლი, არამედ კაცთან მოდგმის ერთი მხარის აუცილებელი მდგომარეობა, დასახული მიზნის მისაღწევად ისე, რომ მეორე მხარესაც ჰქონდეს დამოუკიდებელი ასპარეზი საერთო მიზნის განსახორციელებლად. ქალის საკითხი არის სუსტი მხრიდან დარტყმა, გველივით შემოსრალებული დემოკრატიის მიერ. მისი მიზანია მსუბუქად გადაბირებული ქალის ხელიდან დემოკრატიული ვაშლის გემოს გასენჯებით კაცის შეტყუება ყალბი ფასეულობების სამოთხეში. სადაც იგი ყველაფერს კარგავს, საკუთარ თავსაც, საკუთარ ქალსაც, საკუთარ ქვეყანასაც. ყველა საშუალება მომართულია კაცის ყოველ მხრივ დასასუსტებლად, რათა აღარ იყოს მოყურის ნიღბით მტრად მოსულთათვის წინააღმდეგობის განწევი და სამკვიდრო საგანძურთა მცველი. ეს გახლავთ ომის ახალი სტრატეგია. ქალისა და კაცის ხელოვნური გათანაბრებით, დამსგავსებით, აღრევით, განსხვავების მოსპობით. ესე იგი დაშორება დაპირისპირებით მათი მთლიანობის დაშლა დაქუცმაცება ცალ-ცალკე, ნაწილ-ნაწილ მათი შვილების, მათი თავისუფლების, მათი საკუთრების, რწმენის, სამშობლოს, სიცოცხლის მისათვისებლად. ამიტომაც ეძლევა ფართო გასაგანი ქალურობისა თუ კაცურობის წესიდან გადახრას. უპირატესობა ენიჭება გამონაკლისა და კალაპოტიდან გადავარდნილს. ამიტომ ამბობენ, რომ ისინი ბუნებრივად ქალაბიჭური ნაკლის მქონენი, თუ ამ და სხვა მიმართულებითაც ხელოვნურად ნაფურჩნი, ბევრნი არიან და ყველგან არიან. ასე გვაჩვენებენ. სინამდვილეში ისინი მხოლოდ ცეცხლზე შემოდგმული ქვაბის პირზე მოგდებული ქაფია, რომელიც წვენის ზედაპირიდან უნდა მოიხადოს. მეტი არაფერი. მთავარია დროზე, რომ არ ჩაიკაფოს. კაცისა და ქალის უფლებამოვალეობებს უპირველეს ყოვლისა უნდა განსაზღვრავდეს მათი სულიერ ხორციელი შესაძლებლობანი მოდგმის გამრავლება გაძლიერებისთვის. არსიდი ერთიანის განსხვავებული სახით არსებობის დანიშნუებისამებრ. და არა რაიმე შეხედულება ან მით უმეტეს უცხო ან და მტრული მსოფლმხედველობრივი მიმდინარეობა, იდეა, იდეოლოგია. რა არ მოსუნთ ქართულის დედის ძილში? ხმალი, დამცინამდილე შეშინიათ მისი. ეს მართლაც საშიშია უკმაყოფილოთა და უმადურთათვის, რადგანაც გრძნობენ თასით გამოწვეული სიყვარულის ხელმხობთ, არასცდებად კისრებს მისი მჭრელი ფხა. ისინი საქართველოში ამზადებენ დემოკრატიულ ეკლესიას, ყველაფრისა და ყველას შემწყნარებელ, ესე იგი ყველაფრის დამშვებ თავისუფალ ინტელიგენციურ ორგანიზაციას ქართული ეკლესიის მორჩილი, მოშიში და სუსტი ზარების ნანათი მთლემარე ზეცის ქვეშ. რადგან არ იყო საკმარისი სულიერი და ხორციელი ძალა, ყველას სამშობლოს ყოველთვის ჭირდებოდა მცველი, უზენაესი მეცხოვნა, ღმერთს, რელიგიას და ტაძარს სხვა უფრო მნიშვნელოვანი დანიშნულება არ აქვთ. თუ დასაშვებია ვიფიქროთ, დავით აღმაშენებლის გალობანის სინანულისანი ნიშნავს იმას, რომ ხელახლა დაბადებული აღარ შემართავდა ხმალს თურქების წინააღმდეგ, აღარ გაანადგურებდა მუსულმანურ გაერთიანებას თითქოსში, აღარ დაიბრუნებდა საქართველოს დედაქალაქს და აღარ გაზრდიდა სამშობლოს უსაფრთხოების სივრცეს. თუ იმიტომ ითხოვს შენდობასა და თანადგომას, რომ როგორც მეფეს სხვაგვარად არ შეეძლო და ვერ შეძლებდა. დღეს ჯვარს ამოფარებული მოშიში ქართველები კი არა. ქართველთა მხედრობა გვჭირდება ჯავრიანი, ჯავშნიანი და შუბიანი, ხმლიან და მოსარადიან მგლისთავა მეფის წინამძღოლობით.